მნიშვნელოვანი დიპლომატიური გამარჯვება. ასე შეაფასა ირანმა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ სტრატეგიულად კრიტიკული ჰორმუზის სრუტე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე ინდოეთისა და სხვა მეგობარი ქვეყნებისთვის, რომელშიც ჩინეთი, რუსეთი, ბანგლადეში, პაკისტანი და ერაყი მოიაზრებიან, ღიარჩება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ირანის სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბრისას განმარტა, რომ მათმა შეიარაღებულმა ძალებმა ორი ინდური გემის უსაფრთხოდ გატარება უკვე უზრუნველყვეს და სხვა ქვეყნებიც მათთან კოორდინაციით მოქმედებენ. აღნიშნული პრაქტიკა კი მომავალშიც გაგრძელდება, მათ შორის ომის დასრულების შემდეგაც. არაღჩიმ ისიც აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე ქვეყნებთან დაკავშირებულ გემებს სრუტით გადაადგილების უფლება არ ექნებათ. ანუ მისი განცხადებით ვიგებთ, რომ ამერიკის, ისრაელის და სპარსეთის ყურის იმ ქვეყნების გემები, რომლებიც მიმდინარე კრიზისში მონაწილეობენ, ტრანზიტის ნებართვას ვერ მიიღებენ. რეალურად ჰორმუზის სრუტე სპარსეთის ყურის ვიწრო გასასვლელია, რომლის გავლითაც მსოფლიო ნავთობის დაახლოებით მეხუთედი გადაიზრდება და ის ირანის კონტროლის ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც გასულ თვეში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები დაიწყეს. რეალურად ნავთობის გლობალური ბაზარი ძლიერად კონცენტრირებული სისტემაა, სადაც მიწოდების ძირითად ტენდენციებს რამდენიმე ქვეყანა განსაზღვრავს. გასულ 2025 წელს მსოფლიოს ნავთობის ნახევარი მხოლოდ 5 ქვეყანამ აწარმოა, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი და საუდის არაბეთი ერთად გლობალური მიწოდების თითქმის 40%-ს აკონტროლებდნენ, რაც ცალსახად ნიშნავს, რომ ნავთობის მსოფლიო ბაზარზე გავლენა რამდენიმე ქვეყანაზეა კონცენტრირებული. უმსხვილესი მწარმოებელი ამერიკის შეერთებული შტატებია, დღეში 13,58 მილიონი ბარელით, მას რუსეთი 9,87 მილიონი ბარელით და საუდის არაბეთი დღიურად 9,51 მილიონი ბარელით მოსდევს. კანადა მეოთხე პოზიციაზეა და ის დღეში 4,94 მილიონ ბარელს მოიპოვებს, ხოლო ხუთეულს ერაყი 4,39 მილიონი ბარელით ასრულებს. და მიუხედავად იმისა, რომ ლიდერი შეერთებული შტატები იყო, რეგიონალურად ლიდერობას მაინც ახლო აღმოსავლეთი ინარჩუნებდა, რადგან კონკრეტულად ამ რეგიონმა მსოფლიო ნავთობის 32% აწარმოა. საინტერესოა, ამ უმსხვილესი მომპოვებლებიდან ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ ყველაზე მეტად რომელი ქვეყანა დააზარალა. აღნიშნული სრუტის ყველაზე აქტიური მომხმარებლები საუდის არაბეთი, ერაყი, თავად ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ქუვეითი იყვნენ. ამ ქვეყნებისთვის ჰორმუზის სრუტე პრაქტიკულად მთავარი ენერგეტიკული კარიბჭეა. მათი ნავთობის ექსპორტის უდიდესი ნაწილი აზიისა და ევროპის ბაზრებზე სწორედ ამ გზით გადის. შესაბამისად, ყველაზე დიდი დარტყმა სწორედ ამ რეგიონზე წამოვიდა. ამერიკის შეერთებული შტატები კი ექსპორტისთვის ჰორმუზის სრუტეს საერთოდ არ იყენებს. რუსეთს ალტერნატიული მარშრუტები აქვს. კანადა ჩრდილოეთ ამერიკაზეა დამოკიდებული, ხოლო ჩინეთი, რომელიც ირანის მეგობარი ქვეყნების სიაში მოხვდა, იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა და ის ნავთობს ძირითადად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან იღებს. თუმცა ასევე მნიშვნელოვანი მიმწოდებელია რუსეთიც. თუმცა იმ ფაქტს, რომ ჰორმუზის ჩაკეტვა რეგიონული კრიზისი კი არა, გლობალური შოკია, ის ფაქტორები ადასტურებს, რომ სპარსეთის ყურის ნავთობის 60-70% აზიაში მიემართება. მათ შორის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ირანის მეგობრებად მოხსენიებულ ინდოეთსა და ჩინეთში, ასევე იაპონიასა და სამხრეთ კორეაში. ევროპა ახლო აღმოსავლეთზე გასულ წლებში უფრო მეტად იყო დამოკიდებული, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დივერსიფიკაცია გააქტიურა და ამერიკიდან, ნორვეგიიდან და აფრიკიდან იმპორტი გააძლიერა. მიუხედავად ამისა, სამხრეთ ევროპის ნაწილი ახლო აღმოსავლეთის ნავთობით კვლავ მარაგდება. საქართველოს რაც შეეხება, ჩვენი ქვეყანა ნავთობს ძირითადად აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან იღებს და მიუხედავად იმისა, რომ ის სპარსეთის ყურის ნავთობის მსხვილი იმპორტიორი არაა, ნავთობის გლობალური ბაზრის რყევები მასზეც აისახა. საერთო ჯამში ჰორმუზის სრუტის მეგობარი ქვეყნებისთვის გახსნამ შესაძლოა მიწოდების დეფიციტი ნაწილობრივ შეამციროს, რადგან იმ კონკრეტული ქვეყნების ნავთობ მომარაგების გადარჩენის ხარჯზე ბაზარზე ფასის მატების რისკმა ოდნავ დაიკლოს, თუმცა გლობალური მიწოდების არასრულფასოვანი ჯაჭვი მაინც არ შეიცვლება. მეგობრული გამონაკლისი ყველაზე მეტ სარგებელს ინდოეთს, ჩინეთს და პაკისტანს მოუტანს, ანუ აზიის მსხვილ იმპორტიორებს, თუმცა ძირითადი ექსპორტიორები კვლავ შეზღუდულებით არჩევიან და გლობალური ბაზრის ეფექტიც განსაკუთრებულად არ შეიცვლება.